მოგესალმებით. ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა. რა. მე კი გახლავართ მისი ერთ-ერთი თანაწამყვანი მაია ქესაური. ამბობენ ვარსკვლავი. ახალმა დრომ და ტექნოლოგიებმა წიგნი ჩაანაცვლა. ეს ასე არ არის. ამის გასარკვევად ვესტუმრეთ კასპის საქალაქო ბიბლიოთეკას და გავესაუბრებით მის მენეჯერს, ბიბლიოთეკარცოდნეს მაიკო აბოაშვილს. გამარჯობათ ქალბატონო მაია. მოგესალმებით. კი, გთხოვთ გაგვეცანით. გამარჯობათ, მივესალმებით თქვენ ტელევიზიას, მოხარული ვარ თქვენ სტუმრობას ჩვენ ბიბლიოთეკაში. მე ვარ მაია აბოაშვილი, საქალაქო ბიბლიოთეკის მენეჯერი. დავამთავრე სულხან-საბა ორბელიანი 1990 წელს და 90 წელსვე დავიწყე მუშაობა კასპის სარაიონო ბიბლიოთეკაში, მაშინ ასე ერქვა, მთავარ ბიბლიოთეკას. 93 წლამდე ვიმუშავე, ცოტა ბევრი ისინი მაქვს გავლილი. საფეხურები რა, ადგილები მაქვს გამოცვლილი. მე მიხელ წყაროს ბიბლიოთეკაში ვიმუშავე 95 წლამდე, მე აქ გადმოვედი 95 წლიდან და მე ისევ იქ დავბრუნდი სარაიონო ბიბლიოთეკაში. ეს ბიბლიოთეკა გაუქმდა წინა ხელისუფლების პირობებში 2011 წელს. მაგრამ მე ისევ აღადგინეთ, დადგა საჭიროება, რომ ისევ მოქმედებაში ჩამდგარიყო ქეჩარუღის დასახლებაში ბიბლიოთეკა და 2016 წლიდან აქა ვართ უკვე. სასიამოვნოა, ძალიან საინტერესო რესპონდენტი ბრძანდებით და მე ვიცი, რომ თქვენი ეს საუბარი და თქვენი ეს ინფორმაცია, რასაც ახლა გავაჟღერებთ ჩვენს რადიოს ხმაში, ბევრისთვის იქნება ცნობიერების ამაღლების კუთხით და ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი. მე მაინტერესებს საქალაქო ბიბლიოთეკის დაარსების, აი ამ ლამაზი გარემოს, აი ამ ინვენტარით და ასეთი თბილი და მოსიყვარულე კოლექტივის გარემოს დაარსება და მისი მუშაობის სპეციფიკა. კი ბატონო, ეს ბიბლიოთეკა, აქ ამ დასახლებაში, ქეჩარუხის დასახლებაში, ძირითადად რუსონოვანი მაცხოვრებლები იყვნენ, გათვალისწინებით იმისა, რომ მუშაობდნენ ცემენტის ქარხანაში. და მოითხოვა საჭიროება დადგა, რომ გახსნილიყო ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკა გაიხსნა 1971 წელს. 73 წლიდან უკვე საქალაქო ბიბლიოთეკად იწოდება და ფუნქციონირებდა, როგორც მოგეხსენებათ 2011 წლამდე. გაუქმდა ეს ამ ბიბლიოთეკის ფონდი გადავიდა მთავარ ბიბლიოთეკაში ინვენტართან ერთად. შემდეგ 2016 წელს ისევ გაიხსნა 8 თებერვალს გადმოვედით ამ ბიბლიოთეკაში 10.100 ეგზემპლიარი წიგნით. ძალიან რთული გზა გავიარეთ, ჩვენ თვითონაც კარგად მოგეხსენება მაიკო, იცით რა მინდა, აი თუ შეგიძლიათ თქვენ ისეთი კარგი ის შეფასება მიეცით, სადაც წიგნებს ძინავს. კი ბატონო, ეს ქალბატონი ნინოს ეს ფრაზა არის, კი ბატონო. საცავიც რომ ნახოთ თქვენი ბიბლიოთეკის განძეული, ასე რომ ვთქვათ, მობრძანდით. იას აიქახარ. თუ გინდა მოგახვედრებთ. როგორც ვთქვით 10.100 ეგზემპლიარი წიგნით იყო დაკომპლექტებული თავიდანვე, ის იყო ძალიან შრომატევადი საქმე გავაკეთეთ. კი გარედან ჩანს, რომ ბიბლიოთეკაში არაფერი საქმე არ არის, მაგრამ ყოველდღიური საქმე და მაშინ უფრო მეტი გქონდა. ესე იგი, თუ აგვიხსნათ, ეს როგორ ხდება აქ დალაგება? აქ დალაგებულია კლასიფიკაციის მიხედვით ამბანზე, მერე შიდა ამბანზე, გატარდა საინვენტარო წიგნში, დაიწერა კატალოგები, კართოტეკები, მერე ვაწარმოებთ ელექტრონულ ვერსიას, ელექტრონული კატალოგი გვაქვს და ეს საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმიანობა. იმიტომ რომ
წიგნი შეიძლება რაღაცა სხვა ის მისცე კლასიფიკაცია და ვეღარ იპოვოთ მე ის წიგნი და დაიკარგოს. მე ვიცი რომ ეხლა გადმოცემითაც და ზოგადად გამიგია რომ აინტერესებთ როგორ ხდება თქვა საცავში როგორ არის მდებარეობა წიგნების აი რომ მოვიდეს მკითხველი აი როგორ უნდა მოუძებნოთ ან როგორ უნდა ურჩიოთ ხო აი კლასიფიკაციით არის დალაგებული არის 9 კლასიფიკაცია ასე თქვა 0-დან იწყება გამოტოვებულია 4 ციფრი 0 ეს არის ზოგადი განათლებისა მე პირველი არის ფსიქოლოგია ფილოსოფია გაერთიანებული არის მე რელიგია მე საზოგადოებრივი ლიტერატურა 4 არის გამოტოვებული 5 მედიცინა 6 სოფლის მეურნეობა 8 განყოფილება არის ლიტერატურათმცოდნეობა და მხატვრული ლიტერატურა და 9 ისტორია. თავისუფალი დაშვება გვაქვს მხატვრულ ლიტერატურასთან ეს ფაქტი მაგრამ სამწუხარო ის არის რომ აი ძველი წიგნები მკითხველს არ უნდა ბავშვი რო შემოდის აი ახალი გაფორმებული გარეთ სახელდახელო ფონდი გვაქვს იმათაც გაჩვენებთ რომ მოდიან და უფრო თანამედროვე ლამაზი გაპრანჭული წიგნები უნდათ და ეს რა თქმა უნდა პროფესიონალთან არის დაკავშირებული, როდესაც თქვენი კადრი მოითხოვს მკითხველი წიგნს შემოდის და სწრაფად და რა თქმა უნდა დროულად ვაწვდით მკითხველს სასურველ ლიტერატურას. დიახ. და თქვენ ახსენეთ რომ ძველურ ლიტერატურას იმდენი გამოხმაურება არ აქვს და აი როგორ ხდება ეს ახალი წიგნების ჩანაცვლება თუ სისტემატურად გაწვდიან ამ წიგნებს და აი კი ბატონო 10000 წიგნით დავიწყეთ და 12000 ამ წიგნამდე გვაქვს ამ დროის ხო ბატონო ყოველ წელს შეიძლება ის დაგვარად გაერთიანება და ალბათ ჩვენი მერიაც ცდილობს რომ შეგვიძინოს ახალი წიგნები რისთვისაც მადლობა მათ და ასე ხდება ეს შევსება ჩვენი ფონდის კი ბატონო და ის ახალი წიგნებიც რა თქმა უნდა რა თქმა უნდა მობრძანდით აქეთ ეს არის სახელდახელო ფონდი და ის არის რა ქვია ესაც ამბანზე გვაქვს დალაგებული თანამედროვე უნდა ვაღიარო რომ ძალიან ლამაზად არის ყველაფერი დიდი მადლობა ეს ჩვენი თანამშრომლების ძალისხმევით გენაცვალე ეჭვით არ მეპარება და მკითხველი აი რომ შემოდის პირდაპირ თვალში ხილულად ხდება აი როგორ სუფთად და დახვეწილად და პროფესიონალურად არის თითოეული წიგნი ჩადებული თავისი საწყის ასოსთან რომ მოძებნოს თვითონ მკითხველსაც უადვილდება ხო რა თქმა უნდა ნუ ის ამბანზე არის დალაგებული აქეთ აგვაქვს საზღვარგარეთის ლიტერატურა და აქეთ ქართული და უფრო თუ იცი თქვა ავტორი მიხვალ თქვა ხარატიშვილი ხ-ასოსთან და მოიძიებთ სასურველ ლიტერატურას ძალიან არის გაიოლებული და გაადვილებული თქვენთან მე როგორც ვხედავ ერთ სიტყვით მკითხველთან წიგნის დაახლოების პროცესი. რა თქმა უნდა, მკითხველი ყავს საბედნიეროდ. ქალბატონო მაია, ძალიან მაინტერესებს და დაინტერესდება ჩემს მსმენელს მკითხველის რაოდენობა. აი წლის განმავლობაში რამდენად მრავალრიცხოვანი მკითხველი შემოდის თქვენთან და ასაკობრივით თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ უფრო მეტად რომელი ასაკიდან მოდიან თქვენთან მკითხველები ნუ მკითხველი ყავს საბედნიეროდ მეორებ ნუ ცოტა კოვიდის პერიოდში ცოტა ესა შეგვიწყდა ჩვენც არ ვიყავით ეს რაღაც ცოტა დაკეტილები და ეს რა თქმა უნდა სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ ტენდენცია არის, რომ მკითხველი გაიზარდა, ნუ ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ახალგაზრდები არიან, სტუდენტები, მოსწავლე ახალგაზრდობა. გვაქვს გაზეთებიც და მკითხველი გაზეთებსაც ყავთ.
აჰა. ანუ დარბაზი გაქვთ. საპენსიო ასაკის სამკითხველო დარბაზი, სამკითხველო დარბაზი, კი ბატონო. სარგებლობენ ამ მომსახურებითაც. აქ არის თქვენი ყოველდღიური ლიტერატურა, ყოველდღიური პრესა, კი ბატონო. ბრძანეთ რომ ეს არის თქვენი სამკითხველო სამკითხველო დარბაზი, კი ბატონო, გაზეთები. აჰა, დიახ. გაზეთები 21 დასახელების გაზეთი, ჟურნალ გაზეთი გვაქვს გამოწერილი და ძალიან კარგად სარგებლობენ ჩვენი საპენსიო ასაკის მკითხველები. მაიმე სასიამოვნოა ძალიან. გარემოც არის, არ ვიცი, არაჩვეულებრივი და მართლაც სიწყნარე, იდეალურად არის ყველაფერი მორგებული მკითხველზე, აქვთ უფლება ხომ აქ დაჭრით? რა თქმა უნდა, ბავშვები შემოდიან. ისე თუ წიგნიც რო არ აიღონ ზიან და ან ხატავენ, ან რაღაცას კითხულობენ. თავის გაკვეთილებს კითხულობენ, კი. აქ როგორც ვხედავ, არის ესა კატალოგის ყუთი, სადაც თითოეული წიგნი არის აღწერილი ამბანის მიხედვით. გვაქვს სისტემატური კატალოგი, სადაც დარგების მიხედვით არის გაკეთებული კატალოგი და გვაქვს კატალოგი კიდევ მხატვრულ ლიტერატურაზე სათაურის მიხედვით, აი თქვათ ავტორი არ იცით და იცით ნაწარმოების სახელწოდება და იმის მიხედვით ადვილად მოვძებნით, ავტორი ვინ არის და სასურველ წიგნს. ნამდვილად აი თაბეჭდილებების ქვეშ ვარ მოქცეული. ძალიან საინტერესო რესპონდენტი ბრძანდებით, ძალიან საინტერესოდ ისაუბრეთ საქალაქო ბიბლიოთეკის დანიშნულებაზე და მის როლზე რაიონში და მომავალი თაობის აღზრდაში. უბრალოდ აი ამ ინოვაციების და ტექნოლოგიების ეპოქაში ვართ ჩვენ და მაინტერესებს წიგნის და კომპიუტერის ჭიდილი და ის რომ არის ელექტრონული ვერსიები, ელექტრონული პორტალი ხელმისაწვდომი დღესდღეობით. აი და საქალაქო ბიბლიოთეკაში აი ეს პროცესი როგორ არის და რა მდგომარეობაა ამ კუთხით და ამ თვალსაზრისით. საქალაქო ბიბლიოთეკაში კი ნამდვილად ბრძანეთ, რომ წიგნისა და კომპიუტერის ჭიდილია, ბევრს ურჩევნია, რომ თქვა კომპიუტერიდან წაიკითხოს, მაგრამ როგორც თქვი, მკითხველი არ გვაკლია და ესა უთქვამთ კიდევაც, რომ ესა წიგნს რო გადაშლი, იქ უფრო სხვანაირად აღიქმება ის წიგნის შინაარსი. ჩვენ გვაქვს ელექტრონული კატალოგი, სადაც უკვე შეყვანილია მთლიანი ფონდი. ელექტრონულად შესაძლებელია რომ მოიძიოთ ეს ჩვენი ფონდის თითოეული წიგნი. და მკითხველის ეცოდინება ფაქტიურად რა წიგნზე აქვს სურვილი რომ მოვიდეს და თქვენ მოემსახურებით და გასცემთ ამ წიგნს. ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია და მისასალმებელი ფაქტია ის რომ ასე ხელს უწყობთ და დიდ როლს თამაშობთ ჩვენი თაობის წიგნიერებაში და განათლების მიღებაში. ქალბატონო მაია, მე ვიცი რომ კასპიის რაიონი ზოგადად ძალიან ცნობილია, განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდობით და ამას რა თქმა უნდა ხელს უწყობს ისიც რომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ ღონისძიებებში გავანებივროთ ღონისძიებებით გავანებივროთ ჩვენი თაობა. და ამ კუთხით საქალაქო ბიბლიოთეკა თუ ატარებს ისეთ ღონისძიებებს და თუ არიან ეს მოსწავლე ახალგაზრდები ჩართულები ამ ღონისძიებებში? რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკაში ტარდებოდა და კიდევაც ტარდება ბევრი ღონისძიება, კონკურსები იყო, ვიქტორინები იყო, ძალიან ესეთი აქტიური თანამშრომლობა გვაქვს მეორე საჯარო სკოლასთან. პატარებიც სკოლამდელი აღზრდის ბავშვები, მესამე საბავშვო ბაღი და მაგერად ჩვენი მეზობლები
მეხუთესა ბავშვობარი, გიმნაზიის ბავშვებთან გვაქვს ესეთი გიმნაზიასთან გვაქვს ესეთი მეგობრული ურთიერთობა, ღონისძიებებიც ჩატარებულა და კიდევაც გვაქვს ისა დაგეგმილი, რომ იქით წლიდან კიდევ უამრავი ღონისძიება ჩავატაროთ. ქალბატონო მაია, მხოლოდ კასპის სკოლებს აქვს თქვენთან აქტიური ჩართულობა აი ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თუ კასპის რაიონის სკოლებთანაც გაქვთ უშუალოდ ამ კუთხით? არა, მარტო კასპი არა, ჩვენ სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლის ბავშვები წავდა პედაგოგთან ერთად ამოწვეული და გალაქტიონ ტაბიძეზე ძალიან კარგი ღონისძიება ჩავატარეთ. გვაქვს ურთიერთობა კიდევ კასპის მოხუცთა თავშესაფარის ბენეფიციარებთან. ჩემი თანამშრომლები გასვლით ღონისძიება, თანამშრომლებმა გასვლით ღონისძიება ჩაატარეს, წაიღეს საინტერესო წიგნები, წაუკითხეს იქ დავტოვეთ კიდევაც საჩუქრათაც დაუტოვეთ და წასაკითხათაც, მკითხველებათაც ყავს ისა ჩაწერილი ეს ბენეფიციარები. უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე კიდევ ერთს დავამატებ, რომ გთხოვთ მობრძანდეთ ასაკის მიუხედავად საქალაქო ბიბლიოთეკაში, რადგან აქ არის ძალიან თბილი და მოსიყვარულე გარემო და მიიღებთ თქვენთვის სასურველ წიგნსაც და ინფორმაციასაც. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის.